4 ადამიანმა დავტოვეთ როგორც პარტია, ასევე დავტოვეთ საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება. პოლიტიკური განქორწინება ნაციონალურ მოძრაობაში. პარტია 4 წევრმა დატოვა. რატომ წავიდნენ ოპოზიციის რიგებიდან უმცირესობის დეპუტატები? ჩვენ მოძრაობაზე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლები, ძალიან სამწუხარო რომ ზოგიერთი ჩვენგანი ამ წნეხის გამო იღებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას. აბსოლუტურად უადგილოა უპასუხისმგებლობაზე, რაღაც ზეწოლაზე საუბარი. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? დიდი პოლიტიკური გარიგება თუ განშორება პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე? ოთხშაბათს გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ძალიან ბევრ რამეს განმარტავთ. დღეს უკვე ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. რით ხსნიან დარჩენილები წასულების გადაწყვეტილებას? რთულია ახლა ოპოზიციაში ყოფნა. სამწუხაროდ სწორედ ესეთი პარტიზანული გზა ირჩიეს და ფაქტის წინაშე დააყენეს გუშინ საღამოს პარტია და ჩემი მეგობრები მოიმსახურეს სწორედ ივანიშვილის და ქართული ოცნების ინტერესებს. რა პარტიზანული ბრძოლა მიმდინარეობდა ნაციონალურ მოძრაობაში და ვის შეხვდა პარტიიდან წასული 4 დეპუტატი უკრაინაში? შედგება თუ არა პოლიტიკური განქორწინების შემდეგ უკვე ახალი პოლიტიკური ქორწინება ყოფილი დიპლომატების პარტია ივერიასთან. ივერიასთან ხომ არ გეგმავთ ეს საჩვენო? ნახოთ. თავარი პოლიტიკური თემა, რომელმაც პოლიტიკური სპექტრია ალაპარაკა. ვინ როგორ აფასებს ყოფილი თანაგუნდელების დაშორებას? იკვეს რამდენი ხანი ეს ხალხი არის ერთად. პარტია ძალიან სერიოზულად დაარტყამს ეს თავისთავად. ემუქრება თუ არა დაშლა ნაციონალურ მოძრაობას და რატომ გაიყო ყოფილი თანაგუნდელების გზები? ვინც წავიდა იმანი კითხოს თუ არა, მე რა. თავარი პოლიტიკური თემა. აქ რუსთავი ორზე არჩევანში.